მე ვარ ნანა სამხარაძე, ცხოვრობ გარდაბანში, ვარ 53 წლის, ყავს მეუღლე 3 შვილი და 1 შვილიშვილი და ძალიან მიხარია რომ ახალგაზრდა ბებია მქვია. ჩემი ოჯახი ძალიან ხიარულია, ესე ვთქვათ, ძალიან საინტერესო იწყება ყოველი დღე, დილა. ზოგი სკოლაში მიდის, ზოგი სამსახურში, ზოგი უნივერსიტეტში და მე როგორც დედა შემიმოვალეობა მაქვს. პროფესიით პედაგოგი ვარ, დაწყებითი კლასის მასწავლებელი. სკოლა ჩემი მეორე ოჯახია. ძალიან მიყვარს ბავშვები და ამიტომაც იმათ გარეშე ნამდვილად არ შემიძლია ცხოვრება. ისინი თითქოს მავსებენ, თანაც პაწაწუნები არიან. იმდენად მიხალისებენ სიცოცხლეს, რომ არ შეიძლება ამას რაიმე სხვა შეფასება მივცე. აი ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ჩემი მოსწავლეები, ისინი ჩემი მეორე შვილები არიან. მასწავლებელი კეთილი ადამიანი არის. რასაც ჩვენ ვერ ვგებულობთ, ის ყოველთვის გვიხსნის. ის სულ გამოიყურება ლამაზად, მაგრამ ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება ამ გადაცემის შემდეგ. გარდა სკოლისა დაკავებული ვარ ასევე სხვა სამსახურითაც. გარდაბნის მუნიციპალიტეტთან არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრს აქვს ხელოვნების შემსწავლელი წრე, რომელსაც ხელმძღვანელობ იგივე ჩემი სკოლის ბაზაზე. ძალიან მიყვარს ლექსების წერა, მაგრამ ამ დროს არც ერთი ლექსის ეპირად არ ვიცი. თითოეული ჩემი ლექსი არის ჩემი სამყარო, ჩემი შინაგანი ამოძახილი. ნამდვილად მიპოვით იმ ლექსებში, რომელსაც წაიკითხავთ, რადგანაც ჩემი მთელი გული დევს მასში. ძალიან მომწონს ჩაცმის კლასიკური სტილი, თუმცა ყოველდღიურად ამ სტილს არ მიმართავ, რადგანაც მომხერხებელია მუშაობის პროცესში. ფერი მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი კავშირში არის შენ სულიერ სამყაროსთან. ქართველ ქალებს ძალიან უყვართ შავი ფერი. თუმცა მე შავ ფერზე უარს არ ვამბობ, მაგრამ მაინც ფერები ძალიან მიზიდავს. თმის ფერი მაგალითად ეხლა ეს ფერი ძალიან მიხდება, ესე ვთქვათ, და მინდა რომ ჯერჯერობით ეს ფერი ვატარო. ვისურვებდი რომ ეს მიმიკური ნაოჭები არ მქონოდა. საერთოდ უყურებ თქვენს გადაცემას. ჯერ ესეთი ძალიან მიყვარს თვითონ ტელევიზია, GDS-ი ძალიან საინტერესო გადაცემებია. ძალიან მაინტერესებს რამდენად გარდამსახავს ამ გადაცემის ბოლო ნაწილი. ზუსტად ამ დღეს ემთხვევა პოეტ დაათო ახლოურის შემოქმედებით საღამოზე წასვლა. მე მიწვეული ვარ მის წიგნის პრეზენტაციაზე, იმ წიგნში, რომლის პრეზენტაციაც იმართება, ბატონ დაათო ახლოურმა შეიტანა ჩემი 2 ლექსი და ამიტომ ძალიან ღირებულია ის დღე ჩემთვის. როგორც თქვენთან მოსვლით, ასევე იქ წასვლით. მე ვარ ნანა სამხარაძე, ცხოვრობ გარდაბანში, ვარ 53 წლის, ყავს მეუღლე 3 შვილი და 1 შვილიშვილი და ძალიან მიხარია რომ ახალგაზრდა ბებია მქვია. პროფესიით პედაგოგი ვარ, დაწყებითი კლასის მასწავლებელი. სკოლა ჩემი მეორე ოჯახია. ძალიან მიყვარს ბავშვები და ამიტომაც იმათ გარეშე ნამდვილად არ შემიძლია ცხოვრება. ძალიან მაინტერესებს რამდენად გარდამსახავს ამ გადაცემის ბოლო ნაწილი. ზუსტად ამ დღეს ემთხვევა პოეტ დაათო ახლოურის შემოქმედებით საღამოზე წასვლა. მე მიწვეული ვარ მის წიგნის პრეზენტაციაზე. მე და ქალბატონი ნანა ყიფშიძის 2 ნომერში ვიმყოფებით, სადაც სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა Label Medical-ის ახალი ფილიალი და სწორედ აქ შევალთ ჩვენ. პირველ რიგში მე მივაქციე ყურადღება, რომ თქვენ გვაქვს თვალის ირგვლივ უკვე ნაოჭები გაგიჩნდათ, ამიტომ გირჩევთ რომ გავაკეთოთ ბოტოქსის პროცედურა. კიდე მინდა რომ გავაკეთოთ დღეს პილინგი. გავაკეთეთ ახლა დემაკიაჟი, ანუ გავასწრებთ თავად სახე და ახლა უკვე შეგვიძლია გავაკეთოთ ყველანაირი პროცედურა. დავიწყოთ პილინგისგან, ხო? პილინგი კეთდება 3 ეტაპად. ეს არის პრეპილი, რომელიც სახეს ამზადებს პილინგისთვის, თვითონ მჟავა. მეორე ეტაპი და უკვე მე ნეიტრალიზაცია და ასე შემდეგ. ყოველთვის პილინგს ვიწყებთ ხოლმე მზარდი კონცენტრაციით, ეს არის ყველაზე დაბალი კონცენტრაცია 30%. რადგან ჩვენ მჟავა წაგისვით სახეზე, ეხლა ტუტეთი უნდა გავანეიტრალოთ, რომ სახეს კანი არ დავწვათ.
პილინგის შემდეგ რეკომენდირებულია დამატენიანებული ნიღაბი და ქალბატონ ნანას გავუკეთოთ ეს საჩუქარი. ესე ვიყოთ ნიღაბით 1-15 წუთი, მანამდე მე მოვამზადებ ბოტოქსის ესე ვთქვათ ხსნარს და ეს იქნება უკვე საბოლოო სასიამოვნო პროცედურა და ჯერ აუცილებელი გავაკეთოთ მარკირება, ანუ სად უნდა გაკეთდეს ბოტოქსის ინიექციები. ჯერ გავაკეთოთ ერთი მხარე, მაგაზე მივხვდეთ ერთი ინდივიდუალური ნემსი, ეს არის ინსულინის ნემსი, ამიტომ პროცედურა არის ნამდვილად უმტკივნეულო. ბოტოქსი დაიწყებს ახლა ამ წუთიდან მოქმედებას და მაქსიმალურად ესეც ინდივიდუალურია, შეიძლება ხვალვე ეფექტი იყოს, ზეგვე ეფექტი იყოს, მაქსიმალურად 10 დღეში იქნება თავისი მაქსიმალური ეფექტი. დამთავრდა ჩვენი პროცედურები, ამით გისურვებთ წარმატებებს. ჩვენ პეკინის 15 ნომერში მდებარე მაღაზია კაბას ვესტუმრად, სადაც არაჩვეულებრივი კოლექცია წარმოდგენილი, მრავალფეროვანი და ფერებით გამდიდრებული. ქალბატონ ნანა, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ არჩევანს გავაკეთებთ და მოდით დავიწყოთ არჩევა. ქალბატონ ნანა, პირველი რაც თვალში მომხვდა, ეს არის მწვანე ფერი, რომელიც არის ფანტასტიკური, თან კაბაც არის იდეალური, ვფიქრობ, ძალიან ლამაზია. ქალბატონ ნანა, აი მწვანე ფერის კიდევ ერთი ძალიან ლამაზი კაბა, რომელსაც ძალიან უხდება ეს. ძალიან საინტერესო თან პრინტი აქვს წინ, რომელიც ძალიან მომწონს და ვფიქრობ, ეს შავ ქვედაბოლოზე იქნება ძალიან ლამაზი და აუცილებლად მოვირგოთ ესეც. ძალიან ლამაზი კოლექცია აქვს და ფერები რაც ყველაზე ძალიან მომწონს. ქალბატონ ნანა, ბევრი ფიქრის და მსჯელობის შედეგად ჩვენ შევარჩიეთ ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტები და სხვადასხვა ფერები, ასე რომ შევბრძანდით გასახდელში, მოიდგეთ და ვნახოთ საბოლოო ჯამში ყველაზე უკეთ რომელი გეკნებათ. ქალბატონ ნანა, ძალიან გიხდებათ ეს სტილი, ძალიან ელეგანტურია და ძალიან მომწონს ეს ზედა ქვედა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დიდია ეს თქვენთვის, რა თქმა უნდა, იმიტომ არ გაქვთ მომდგარი, ეს უნდა იყოს მომდგარი აუცილებლად. ძალიან გიხდებათ ეს ფერი, ძალიან მომწონს. ქალბატონ ნანა, მოკლედ უკვე ჩვენ შევარჩიეთ ჩვენთვის სასურველი სამოსი და ამას მაყურებელი რა თქმა უნდა სულ ცოტა ხანში იხილავს. დიდი მადლობა მაღაზია კაბას იმისთვის, რომ ესეთი მრავალფეროვანი არჩევანი შემოგთავაზა და არ გაგვიჭირდა არჩევა. სამოსი მე და ქალბატონ ნანამ უკვე შევარჩიეთ. ეხლა ჩვენ ვიყვებით ბარ-კეთილში, ჯავახეთის 59 ნომერში და ტრადიციულად სკაილერ ნიუ-იორკში. ასე რომ დავიწყოთ ქალბატონ ნანას შერჩევა. საკმაოდ საინტერესო კოლექცია წარმოდგენილი და მრავალფეროვანი და ვფიქრობ, არ გაგვიჭირდება არჩევა როგორც სამოსის წავედ. ქალბატონ ნანა, ეს აქეთ არის უკვე საგაზაფხულო კოლექცია და ზაფხულის კოლექცია. ესეთი ღია ფერის ესე არის, ძალიან ლამაზი არა? ქალბატონ ნანა, როგორც მოვხდი, ეს წითელი ფეხსაცმელი ძალიან მოგწონთ, ხო? თვითონ ფერიც მიყვარს და დიზაინიც კარგია. მაგრამ ჩვენს არჩეულ კაბას, რომელიც მაყურებელმა ჯერ არ იცის რომელია, არ მოუხდება სამწუხაროდ. ეს მართლა მოუხდება, იმიტომ რომ არაჩვეულებრივია, თან ქუსლი ძალიან ლამაზია და მოუხდება. განსხვავებული ფეხსაცმელია, საკმაოდ ორიგინალური. ნახეთ რა ლამაზია. ფეხსაცმელი ჩაცმული იქნება ფანტასტიკური და ძალიან კარგი ის იქნება მოსახერხებელი ზაფხულში, ხო, რა სიტყვით. ქალბატონ ნანა, ზოგადად ძალიან გიხდებათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ეს ფეხსაცმელი ძალიან მოგიხდათ. ქალბატონ ნანა, მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ საუკეთესო ფეხსაცმელი შევარჩიეთ და დიდი მადლობა რა თქმა უნდა სკაილერ ნიუ-იორკს. ეს თქვენ, დიდი მადლობა. მე ტრადიციულად რა თქმა უნდა სილამაზის ცენტრ M კლუბში მოვედი. თქვენ ჩვენს უკან ალბათ ხედავთ, რომ სტილისტი მირიანი და ჩვენი მთავარი გმირი ნანა ერთმანეთს ესაუბრებენ და ალბათ ფიქრობენ, რომელი თმის ფერი უფრო მოუხდება ქალბატონ ნანას, ასე რომ შევიდეთ და ერთად ნახოთ, რაზე შეთანხმდნენ.
როგორ ხართ? მე ცოტა შემაგვიენ და ქალბატონო როგორ ხართ? ეს იგი რაზე შეთანხმდით? ხვდები უკვე რომ რაღაცა შეთანხმებულება. კი, გავეცანი ჩვენი გვირისმებს, შევთანხმდით უკვე ფერზეც, ვარცხნილობაზეც და ჩვენ გველოდება ელეგანტური ვარცხნილობა. ეხლა მინდა რომ მაინტერესებს იცი ქალბატონო ნანო პირველად მითხრა რომ არანაირად არ მინდა თვი შეჭრაო და შენ რამე ხარ მოუძებდი ესეთ ფორმა დიდი საჭრევინებს მას ეგ მაინტერესებს. კი, ჩვენ ვის განვიხილეთ უკვე ეს. ძალიან გამახარეთ. და ვიჭრით მოკლედ. კარგი იქნება. რადგან რეფრეშია, ნამდვილი რეფრეში გამოვიდეს მოდი ჯობია. დავიწყოთ ხო ქალბატონო ხომ მზად ხარ და არინანებს დარწმუნებული ვარ ძალიან ლამაზი იქნება. მის ფერს ვაღიავებთ პირველ ეტაპზე და გვინდა 2 ტონით ღია ფერი, ოღონდ მეც ვფიქრობ რომ ღია უფრო მოხდება. ეს ოღონდ ძალიან მქია მისთვის, ხო? მერია პირველი ნაწილი მოვჭით როგორც ხედავ, მაგრამ რა ხდება ის გვითხარი, ეს ფერი უნდა მიგვეღო სასურველია, ხო? გავაუფერდეთ წითელი ფერი, მივიღეთ გაღიავების ფონი. ეხლა უკვე დავადებთ იმ კონკრეტულ სასურველ ფერს. ასე რომ მარინერულად ქალბატონო ნანა ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს, ხო? მერია. ნამდვილად. აბა მივიღეთ სასურველი ფერი. ჩვენი ვიზიტი სილამაზის ცენტრ M კლუბში უკვე ნელ-ნელა სრულდება. სტილისტმა მირიანმა დარწმუნებული ვარ ზუსტად ის ფერი შესთავაზა ქალბატონ ნანას, რომელიც მას სურდა. ამას კი თქვენ სულ ცოტა ხანში იხილავთ, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად და უყურეთ საბოლოო ჯამში როგორი გამოვა ქალბატონი ნანას გარდასახვა. ნანუკასთან უნდა გადავინაცვლოთ, ნახოთ რა ხდება ჩვენ ოთახში, სადაც მიმდინარეობს ტრანსფორმაცია. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც აეხლა ამ წამს შემოგვიერთდა. ქალბატონი ნანას ტრანსფორმაცია უკვე ძალიან კარგად მიმდინარეობს. მირიანი და მარიამ შემოგვიერთდნენ და ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ ზრუნავენ ჩვენი მთავარი გმირების, რა თქმა უნდა, სილამაზეზე და აქვე უნდა გაჩვენოთ ეს არაჩვეულებრივი კაბა, რომელიც მაღაზია კაბას ეკუთვნის, როგორც უკვე გითხარით, პეკინის 15 ნომერში მდებარეობს და ქალბატონი ნანა, როდესაც მოიგებს, უფრო ლამაზი იქნება ეს კაბა, დარწმუნებული ვარ და ასევე Skyler ნიუ-იორკის ეს არაჩვეულებრივი ფეხსაცმელები, ასე რომ დაგვველოდეთ ძალიან მალე კვლავ შემოგიერთდებით უკვე საბოლოო სახით. ნანუკა, ჩვენ მზად ვართ. შენ? სასწაული რეფრეში გელოდებათ წინ, იმიტომ რომ ქალბატონი ნანა ისეთი ლამაზია, ისეთი თქვენ თვითონაც ხედავთ და ჩემი ზედმეტი ლაპარაკი არ ჭირდება, ულამაზესად გამოიყურება. დიდი მადლობა მარიამ შენ და დიდი მადლობა მირიან იმისთვის, რომ საბოლოო სახით თქვენ შექმენ ითაქ და თქვენ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. დიდი მადლობა მაღაზია კაბას იმისთვის, რომ ესეთი არაჩვეულებრივი კაბა შემოგთავაზა მართლაც, რომ და ფეხსაცმელებიც ხო ძალიან უხდება. Skyler ნიუ-იორკი ძალიან უხდება, არაჩვეულებრივი რეფრეში გვაქვს დღეს. ქალბატონი ნანა, თქვენ როგორ გრძნობთ თავს, ეს არის ჩვენთვის თავარი და როგორი იყო თქვენთვის ეს ყველაფერი? არ ვიცი, ესე იგი, როგორ შეიძლება ეს ემოცია გამოვხატო. ძალიან დიდი მადლობა ყველას აი ასეთი სიამოვნების მონიჭებისთვის და მადლობა თქვენ ჩემი გალამაზებისთვის და ასევე ყველა სამოსის მაღაზიას კაბას, ასევე ფეხსაცმლის მაღაზიას, Label Medical-ს ყველა დიდი მადლობა აბსოლუტურად მონაწილეობა. ჩვენს ოპერატორ ბეიქას დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ესე იშრომა და მირიანს უღმესი მადლობა მის შემოქმედებით ჯგუფს, მარიამს უღმესი მადლობა ყველას თქვენ დიდი მადლობა. ლექსი გველოდება ნანუკა კიდე? აუცილებლად გველოდებათ ლექსი, რომელიც არის გაზაფხულის შესახებ, ხო ქალბატონი ნანა? კი. და ეძღვნება ვის ეს ლექსი? ეს ლექსი უნდა მიუძღვნა ყველა შეყვარებულ ადამიანს. ეხლა მალე სიყვარულის დღეც მოგზანდება და მინდა რომ ყველას გულში იყოს ღვთიური სიყვარული და გაზაფხული. და თუ შეიძლება შეგვისწავლოთ, აბა წაგვიკითხეთ ლექსი. თუ ჩემს გულში შემოიჭრა გაზაფხული, თხო მოგხარგო ნაიფერი ყვავილებით, წვიმად მოდი, მიამბორე თბილი წვეთით, დრო გავიდა, მეც გავყევი განანებით. ვარსკვლავებში მხოლოდ შენ აგირჩიე. სილამაზე დავინახე არნახული, იმედები გულზე მძივად დავიბნიე, შენი ყავი მხოლოდ ჩემი გაზაფხული. უღრმესი მადლობა ქალბატონი ნანა, ესე შესამოვნო ლექსისთვის. მე დარწმუნებული ვარ, თქვენი მოსწავლეები ხა გვიყურებთ, თქვენი ოჯახის წევრები და მთელი გარდაბანი გვიყურებს, მოკლედ დარწმუნებული და არა მარტო გარდაბანი, თბილისშიც ასევე და მთელი საქართველოს მასშტაბით გვიყურებენ ადამიანები. ლექსში მარტო დროს არ გაყოლია ჩვენი დღევანდელი გმირი ყოველ შემთხვევაში ვიზუალურად და ისე არის. ნამდვილად, მაკო გეთაყვი ძალიან კარგი შესწორება იყო.
დიდი მადლობა ქალბატონო ნანა, რომ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. მე ძალიან ბედნიერი ვარ, ესეთი კარგი რეფრეში შედგათ. თქვენ კი მაყურებელს გეტყვით, რომ აუცილებლად გამოგიგზავნეთ ისტორია თუ რატომ გსურთ რეფრეში მონაწილეობა იმისთვის, რომ თქვენ გახდეთ ჩვენი შემდეგი გმირი. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან მოგეწონოთ ქალბატონო ნანას რეფრეში. ძალიან ნამდვილად ვერ მალავთ აღფრთოვანებას.